მოგესალმებით მეგობრებო, დადგა მორიგი ორშაბათი და ეთერშია თეთრი ორშაბათი ნინო შარაშენიძესთან, ლოთარ დადიშვილთან ერთად გადაცემა 17 დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა ძალიან აქტუალური, ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემა, რომელსაც გულძმარვა ეწოდება სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ. რეფლუქსი, გულძმარვა საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომელსაც შესაძლოა ეპიზოდური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ ხანდახან ის ყოველდღიური პრობლემაა, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული პრობლემა და საჭიროებს უფრო სიღრმისეულ და სრულფასოვან კომპლექსურ მიდგომებს. როდის აღარ არის გულძმარვა მხოლოდ ერთჯერადი პრობლემა, როდის საჭიროებს ის სპეციალისტის მხრიდან მკურნალობას, ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი თამარ ნანობაშვილი. მოგესალმებით, ხალბატონო თამარ. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. თემა მართლაც აქტუალურია, ხო? რა ვიცი, არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც ეპიზოდურად არ ჰქონოდეს ეს პრობლემა გულძმარვა და ამავდროულად ძალიან ბევრია ადამიანები, რომელსაც ეს სისტემატურად ატყუებს. დავიწყოთ ესეთი საჭირო და ალბათ ყველაზე ლოგიკური კითხვით, რომ რა არის ბოლო-ბოლო ეს რეფლუქსი, ანუ გულძმარვა და რა იწვევს და ანუ როგორ იწყება, რა გარდა უშუალოდ გულძმარვისა, რა სიმპტომებით ხასიათდება. ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს მსმენელსაც და გეთანხმებით, რომ თემა ნამდვილად ძალიან საინტერესო და აქტუალურია. რა არის გულძმარვა, ხო, რომელსაც სამედიცინო ენაზე რეფლუქს უწოდებთ, როგორც თქვენ ბრძანეთ. გულძმარვა და რეფლუქსი ზოგადად გახლავთ კუჭის შიგთავსის უკუამოდინება საყლაპავ მილში და მასთან დაკავშირებული მერე სხვადასხვა დისკომფორტი, რომელიც ამ დროს ადამიანს უჩნდება. ზოგადად ჩვენს კუწმაწყლავის ტრაქტში პასაჟი, ანუ მოძრაობა, ლუკმის, საკვების და ასე შემდეგ მიმდინარეობს მუდმივად ზემოდან ქვემოთ მიმართულებით, ხო, ლუკვამ ჯერ უნდა გაიაროს საყლაპავი, ჩავიდეს კუჭი, კუჭიდან 12 კოჭაში, მერე ნაწლავის დანარჩენ ნაწილებში, ესე ვთქვათ, ესე რომ ეს ზემოდან ქვემოთ მოძრაობა არის ჩვენ ფიზიოლოგია, ესე ვთქვათ, კუწმაწყლავის ტრაქტისთვის და როცა რაღაც მომენტში აი ეს ზემოდან ქვემოთ პასაჟი ირღვევა და პირიქით ქვემოდან ზემოთ ხდება უკუამოდინება საკვების და როგორც წესი ეს არის ხოლმე კუჭიდან საყლაპავის მიმართულებით, აი სწორედ ამას უწოდებთ რეფლუქსს. მიზეზი რა შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, რეფლუქსისა? მიზეზი ძალიან ბევრნაირი შეიძლება იყოს, დაწყებული ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ, ესე ვთქვათ, გადავსებული, ჭარბად გადავსებული კუჭი, დამთავრებული, ვთქვათ, იგივე ეგრეთ წოდებული კარდიალური სფინქტერის უკმარისობა, საყლაპავის კარდიალური სფინქტერის უკმარისობა, რომელიც შეიძლება იყოს გულძმარვის ერთ-ერთი მიზეზი. სხვათა შორის ფიზიოლოგიურ პირობებში ასევე გულძმარვის ერთ-ერთი მიზეზი არის აბდომინური, ინტრააბდომინური წნევის მატება და ინტრააბდომინური, ანუ მუცელშიდა წნევის მატება ყოველთვის პათოლოგიას არ ნიშნავს. მაგალითად, ისეთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როგორიც არის ორსულობა, ასევე იწვევს აი ამ მოვლენას, ესე ვთქვათ, მუცელშიდა წნევის მატებას და ზომაში გაზრდილი საშვილოსნო, აი მექანიკურად აწვება, ვთქვათ, კუჭს და კუჭის შიგთავსი უკუამოედინება საყლაპავში და იწვევს რეფლუქსს. და ნიშნებზე მკითხეთ ასევე, ხო, სიმპტომებზე რითი ხასიათდებაო რეფლუქსი, ყველაზე დამახასიათებელი ჩივილი, რითიც პაციენტი აღწერს ხოლმე თავის მდგომარეობას, ეს არის წვის, გულძმარვის, სიმჟავის შეგრძნება, რომელიც ამოდის აი საყლაპავში, ყელში. შესაძლებელია ეს მჟავე გემოც კი იყოს პირის ღრუში, ესე ვთქვათ. თუმცა გარდა ესეთი კლასიკური სიმპტომებისა გვხდება კიდევ არაკლასიკური სიმპტომები, თუმცა ეს უკვე ალბათ კვლევის საგანი შეიძლება უფრო გახდეს ხოლმე ექიმისთვის, მაგალითად თუ კი პაციენტი აღწერს, რომ მას აქვს უმიზეზო ხველა, მშრალი ხველა, ხმის ჩახლეცვა და ასე შემდეგ, ესეც შეიძლება იყოს საყლაპავის, უბრალოდ რეფლუქსის გამოხატულება. ან შეიძლება გულძმარვა არ გრძნობდეს ამ დროს და უბრალოდ ხველით გამოვლინდეს? კი ბატონო, განსაკუთრებით ეს ახასიათებს ხოლმე გულძმარვის ღამის სიმპტომებს, როცა პაციენტს ძინავს, მას შეიძლება ეს თვითონ სუბიექტური შეგრძნება გულძმარვის არ ქონდეს, მაგრამ დილით გაღვიძებულზე ქონდეს ხმის ჩახლეჩა, მშრალი ხველა და ასე შემდეგ და ეს შეიძლება იყოს. ის კი არ ამბობენ, რომ არის აღწერილი ლიტერატურულად შემთხვევები, როცა კბილის ემალის დაზიანებაც კი, ანუ დენტალური ეროზიებიც შეიძლება გამოიწვიოს მომატებულმა მჟავიანობამ კუჭში და მერე რეფლუქსმა, ესე ვთქვათ, ანუ აი ამ კუჭის შიგთავსის უკუამოდინებამ და ამის მიზეზი
მიზეზი, ესე ვთქვათ, რატომაც გვაქვს სიმპტომები არის ის, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ კუჭში არის მჟავარი გარემო, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მარილმჟავაა კუჭში, მაგრამ საყლაპავი და საყლაპავის ლორწოვანი არ არის, ესე ვთქვათ, შექმნილი იმისთვის მჟავე გარემოსთვის, ესე ვთქვათ, უფრო ნეიტრალური გარემოსთვის არის, აქედან გამომდინარე, როცა კუჭის მჟავა წვენი აგრესიულად მოქმედებს საყლაპავის ლორწოვანზე, აზიანებს ლორწოვანის უჯრედებს და იმიტომ გუჩნდება ეს ჩივილები, რომელიც მერე შეიძლება უკვე თუ გართულდა პროცესები ყლაპვის გაძნელებაშიც გამოიხატოს და ეს უკვე ოღონდ შორსწასული ფორმებია, რა თქმა უნდა და ეს ეპიზოდურ გულძმარვას არ უკავშირდება ხოლმე როგორც წესი. რამდენად შეიძლება დაუშვათ ცხოვრების რეჟიმმა ყოველდღიურობამ გამოიწვიოს დაუშვათ კვება პირველ რიგში, ხო? ანუ არის პროდუქტები, რომლებიც მჟავიანობას უმატებს. კუჭი ხო, მჟავიანობა იმატებს ამ პროდუქტების შემდეგ. ან თუნდაც ცხოვრების აქტიური სტილი, ან პასიური სტილი, ან აი რამდენად არის აი ამასთან დაკავშირებული? ძალიან არის ამასთან დაკავშირებული. კვების რაციონი პირდაპირ კავშირშია გულძმარვასთან, იმიტომ რომ როგორც თქვენ ახსენეთ, არსებობს პროდუქტები, რომელიც პირდაპირ მაპროვოცირებელი არის, ესე ვთქვათ, გულძმარვის ეს არის თავად პროდუქტი, როცა მჟავე რეაქციის არის და შესაბამისად იწვევს მექანიკურად კუჭი მჟავიანობის მომატებას. ასევე კვების არა მარტო რაციონი, არამედ რეჟიმიც. როცა ხდება სწრაფი კვება, ესე ვთქვათ, ანუ კარგად არ ვღეჭავთ საკვებს და ღეჭვა არ ხდება პირისყრუში კარგად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. ასევე მაგალითად ფიზიკური აქტივობაში გამოიხატება, რაც უფრო ადინამიური ცხოვრების წესი აქვს ადამიანს, მჯდომარი ან მწოლიარე, ვთქვათ, რეჟიმი, ეს ავადმყოფებს შეეხებათ, ესე ვთქვათ, მწოლიარე რეჟიმზე ვინც არიან იმ პაციენტებს, აქაც რა თქმა უნდა სიმპტომები უფრო მძლავრია ხოლმე, უფრო ესეთი ფართოდ არის მწვავედარი გამოხატული ესეთი სიმპტომები და რა თქმა უნდა ესეც ახდენს გავლენას. გულძმარვის ეპიზოდი შეიძლება აბსოლუტურად პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს ჰქონდეს, ხო? ეპიზოდურად, ისევ როგორც თქვენ ბრძანეთ, იგივე მიღებული საკვების გამო და ასე შემდეგ, ეს იყოს მხოლოდ ეპიზოდური. და როგორ ხვდებით და უშუალოდ როდის არის ეს ამას ეპიზოდური ხასიათი აქვს თუ უკვე რაღაცა ჩამოყალიბებული დაავადების სიმპტომია და უნდა მიუმართოთ უკვე სპეციალისტს? კი ბატონო, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. გულძმარვის ეპიზოდურად გულძმარვის ჩივილი პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი არის სიხშირე, როგორ გვივლინდება გულძმარვა. ლაპარაკია იმაზე, რომ თუ კი გულძმარვა გვხდება კვირაში 3 და უფრო მეტჯერ, აქ ესე იგი უკვე ეპიზოდურ გულძმარვაზე ნაკლებად უნდა ვიფიქროთ და უნდა ვიფიქროთ რაღაცა სხვა ქრონიკული პრობლემის არსებობაზე და ასევე იმაზე, თუ რა არის ჩვენ შემთხვევაში, კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში გულძმარვის მაპროვოცირებელი, ხო? აი თუ ზუსტად ვიცით, რომ რაღაც მაპროვოცირებელი საკვები არ მიგვიღია, მაგალითად, წესით ყველაფერი დავიცავით, მაინც გულძმარვა გვაქვს, ესეც რა თქმა უნდა ნიშანია იმისა, რომ რაღაცა სხვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე და ამან უნდა მიგვანიშნოს იმაზე, რომ უბრალოდ თვითმკურნალობით აღარ უნდა შემოვიფარგლოთ და აუცილებელი არის სპეციალისტის ჩართვა უკვე მკურნალობის და დიაგნოსტიკის, ესე ვთქვათ, ნაწილში, რომ მან განსაზღვროს. აი დაუშვათ პრობლემები ვახსენეთ, ხო? მოდი ჩამოვთვალოთ დაავადებები, რომლის წამყვანი სიმპტომი შეიძლება იყოს გულძმარვა. აი რა პათოლოგიებია ეს კუჭ-ნაწლავის სისტემაში? კი ბატონო, ეს ძირითადად უკავშირდება დაავადებებს, რომლებიც მიმდინარეობს კუჭის ლორწოვანის მხრიდან ანთებითი რეაქციებით. ეს შეიძლება იყოს მაგალითად გასტრიტი, ანუ კუჭის ლორწოვანის ანთება, შესაძლებელია იყოს წყლოვანი დაავადება, 12-გოჯა ნაწლავის წყლულიც, არა მხოლოდ კუჭის წყლული და ეგრეთ წოდებული გავრცელებული, ასე ვთქვათ, ჰელიკობაქტერ პილორის პილორით ინფიცირება და ჰელიკობაქტერ პილორით გამოწვეული, ვთქვათ, დაავადება შესაძლებელია, რომ გამოვლინდეს აი ამ გულძმარვის სიმპტომით. თუმცა ამასთან ერთად, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე ასევე ნაღლის მჟავების როლზეც და ზოგადად ნაღლის სეკრეტის და ნაღლის წვენის როლზეც გულძმარვის ეტიოპათოგენეში და მის განვითარებაში, იმიტომ რომ ამასაც აღმოჩნდა, რომ კუჭის მჟავიანობასთან ერთად აი ამ ნაღლოვანი კომპონენტის არსებობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონია. ზოგადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ორგანოების ერთობლიობა და აქედან გამომდინარე შეიძლება ერთი ორგანოს ფუნქციის მოშლამაც უკვე ესეთი კასკადი გამოიწვიოს, ესე ვთქვათ, სიმპტომების.
მოდი ახლა გართულებებზე რო ვისაუბროთ, ხო? აი დაუშვათ დაგვიანებული მკურნალობა ან არასწორად მართული რეფლუქსი, ან საერთოდ უმართავი რეფლუქსი, ხო? ეხლა მე უამრავ ადამიანს ვიცნობ, რომ დაუშვათ სოდას კი ბატონო. სოდას დალევს, გაიყუჩებს დროულად ამ ტკივილს და საერთოდ, ეს არასწორი მართვაა, თავისთავად. რა გართულებამდე შეიძლება რომ მივიდეთ? კი ბატონო, ეს გართულებებს რაც შეეხება, ანუ არასწორად ნამკურნალები, ან დაგვიანებული მკურნალობის, ან საერთოდ მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ძალიან მაღალია რისკი რეფლუქს ეზოფაგიტების განვითარების, ანუ რაც ეს უკვე საყლაპავის ანთება, ხო? საყლაპავზე იმდენად აგრესიული და ხანგრძლივად მოქმედებს უკვე ეს კუჭის მჟავა რეაქციის მქონე წვენი, რომ ზიანდება საყლაპავის ლორწოვანის უჯრედები და ეზოფაგიტი გვაქვს, შეიძლება იყოს ეროზიული ეზოფაგიტიც, ანუ განვითარდეს საყლაპავის ლორწოვანზე წყლულოვანი, ესე ვთქვათ, უბნები, ეროზიული უბნები და ნუ ერთ-ერთი ყველაზე რთული გართულება რისიც ეშინიათ ხოლმე, ეს არის ეგრეთ წოდებული ბარეტის საყლაპავი, რომელიც არის კიბოსწინარე მდგომარეობად ითვლება, ესე ვთქვათ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ერთი შეხედვით მარტივი სიმპტომის მიღმა, როგორც გულწმარვაა, შეიძლება თუმას დროულად არ მივაქციეთ ყურადღება საკმაოდ რთულ გართულებებამდეც მივიდეთ. ანუ რეფლუქს ეზოფაგიტი არის ყველაზე რთული, ყველაზე ხშირი გართულება, რეფლუქს ეზოფაგიტია, ყველაზე რთული და პროგნოზულად არაკეთილსაიმედო, რა თქმა უნდა, ბარეტის საყლაპავი. ბარეტის საყლაპავი. უშუალოდ კუჭის დაუშვათ ან 12 გოჯას პრობლემები თუ მწვავდება ამ დროს. რა თქმა უნდა, ამ დროს აუცილებლად მწვავდება კუჭის და 12 გოჯას. და რამდენად არის ეს კიბოსწინარე დაუშვათ მდგომარეობა, თუნდაც 12 გოჯა ნაწლავში, თუნდაც კუჭის. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ესე შეიძლება იყოს განხილული კუჭის და 12 გოჯას ნაწლავის, ესე ვთქვათ, ლორწოვანის დაზიანებებით შეიძლება იქნას განხილული კიბოსწინარე მდგომარეობად, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი რისკი აი ზუსტად თუ კი ვთქვათ კონკრეტულად კიბოზე და ონკოლოგიური მიმართულებით ვიფიქრებთ, არის ხოლმე ჰიპოაციდური გასტრიტები, არის ასეთი, როცა კუჭი მჟავიანობა კი არ იმატებს, პირიქით დაქვეითებულია და სხვათა შორის ასეთი ჰიპოაციდური გასტრიტები ძალიან ხშირად არის ხოლმე ძველი თაობის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობისას, ან იგივე თქვენ სოდის მიღება ახსენეთ და ასე შემდეგ, როცა ჩვენ ხელოვნურად ძალიან ვაქვეითებთ, ნორმაზე უფრო ქვემოთ ვაქვეითებთ კუჭში მჟავიანობას, აი ასეთ შემთხვევაში გვაქვს ჰიპოაციდური გასტრიტები და ცუდი რითია ეს გასტრიტი. ეს არის ჩუმი გასტრიტი, რომელიც ასიმპტომურად მიმდინარეობს, პრაქტიკულად ანუ აღარ არის სიმპტომები. ჰიპერაციდოზ თუ აქვს გულწმარვა, ამ შემთხვევაში არც ტკივილი, არც დაუშვათ, არც ფაღარათი, არც შეკრულობა, ანუ არანაირი მინიშნება არ არის. აი პირველ ეტაპზე ზუსტად ეს არის ყველაზე სივერაგი ამ დაავადების. ესე ვთქვათ, რომ პირველ ეტაპზე ეს სიმპტომები არაფერი არ ვლინდება, თითქოს ჩუმად არის ყველაფერი, მშვიდობაა, წყნარად ვართ, მაგრამ ეს ჰიპოაციდური გასტრიტიც ითვლება კუჭის კიბოს წინარე მდგომარეობად და ესეც მნიშვნელოვანია, სხვათა შორის იგივე მაშინ როცა თვითმკურნალობას მიმართავს პაციენტი და აი ძველი თაობის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობს, მაგალითად ომეპრაზოლის ჯგუფით, აი არც ეს არ არის ესე თვითნებური ხანგრძლივი მკურნალობა რეკომენდებული, იმიტომ რომ ეს ჯგუფია, რომელიც ვთქვათ ნორმაზე უფრო ქვემოთ დააქვეითებს ამ კუჭში მჟავიანობას და მერე შესაბამისად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოაციდური გასტრიტი. ხო, ნუ და ალბათ სპეციალისტმა უნდა დანიშნოს, ხო, პრეპარატიც და ამ პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობაც. კარგი, კვლევებზე რო ვისაუბროთ, ანუ როდის ხდება საჭირო კვლევების ჩატარება და რა ტიპის დიაგნოსტიკური პროცედურები ტარდება აი ამ შემთხვევაში რეფლუქსის დროს? კვლევების ჩატარება საჭიროა სწორედ მაშინ, როცა პაციენტი უკვე აღნიშნავს, რომ მას ხშირად აწუხებს გულწვავრა და ეს არის კვირაში 3 და უფრო მეტი, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და ექიმი პირველ რიგში კვლევის ერთ-ერთი მეთოდი შეიძლება ითქვას არის ანამნეზის შეგროვება აუცილებლად და ანამნეზის გათვალისწინება, არის ენდოსკოპიური კვლევის მეთოდები და ფუნქციური კვლევის მეთოდებიდან არის ასევე 24 საათიანი pH მონიტორინგი, მაგალითად კუჭის მჟავიანობის, რომელიც შეიძლება რომ პაციენტთან იქნას გამოყენებული, ესეთი კომპლექსური მიკრობადი და როგორ ტარდება ეს რა პროცედურაა? ეს არის 24 საათიანი ტესტი, როცა გარკვეული დროის ინტერვალებით ხდება, ესე ვთქვათ,
განსაზღვრა კუჭი მჟავიანობის და საშუალო დღიური მჟავიანობის განსაზღვრა ხდება მერე და ამის მიხედვით ხდება ვთქვათ მკურნალობის დაგეგმვა და ასე შემდეგ. თუმცა ერთი უნდა ახსოვდეს აუცილებლად პაციენტს, რომ ხშირი განმეორებითი უმიზეზო გულძმარვები არ უნდა დატოვოს ყურადღების გარეშე და აუცილებლად უნდა მოხდეს სპეციალისტთან კონსულტაცია. გასტროსკოპია ახსენეთ თქვენ და ანუ ეს არის ვიზუალიზაციის ერთ-ერთი მეთოდი, ინვაზიური, ხო, როდესაც უშუალოდ კედელს ვათვალიერებთ კუჭის, საყლაპავის კუჭის, 12 გოჯა ნაწლავის. აი რა ცვლილებები ჩანს ამ დროს რეფლუქსეზობაგიტის, ანუ რას გვაძლევს ეს კვლევა? არის როგორც თვალით ხილული ცვლილებები და შესაძლებელია ეს იყოს აი როგორც ვთქვით, იგივე საყლაპავზე მაგალითად ეროზიების, წყლულების არსებობა და ასევე ენდოსკოპიური კვლევა საშუალებას გვაძლევს მაგალითად ბიოპტატის აღების და მერე უფრო სიღრმისეული კვლევისაც. თუ კი რამე დაუშვათ პოლიპოზური წარმონაქმნი, საეჭვო წარმონაქმნი დაინახა სპეციალისტმა. ან შეიძლება მოშორება საერთოდაც, ხო, ამ წარმონაქმნის რაც ემორჩილება ენდოსკოპიურად. კი ბატონო, ამას ხო, ანუ ეს ოქროს სტანდარტია, ხო, მაინც ენდოსკოპიური კვლევა. ამ შემთხვევაში. ჩემი ხალბატონ თამარ, ჩემი სტუდენტობის დროს ძალიან პოპულარული იყო ბარიუმის ფაფით რენტგენოლოგიური კვლევა, რენტგენოსკოპია, როდესაც აი ბარიუმის ფაფას ყლაპავდნენ, ასე ვთქვათ, ლაივ რეჟიმში ამას რენტგენოსკოპიით ნახულობდნენ, აი მათ შორის საყლაპავის თიაქრის დროს საკმაოდ ინფორმატიული კვლევა იყო. დღეს რამდენად გამოიყენება ეს კვლევა? დღეს პრაქტიკაში რადიოლოგები რამდენად იყენებენ? სხვათა შორის მაინც იყენებენ პრაქტიკაში. ერთი ის რომ არსებობს, ესე ვთქვათ, პაციენტების დამყოლობის პრობლემა ენდოსკოპიურ კვლევაზე, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ ეს ინვაზიური მეთოდია, მაინც მიუხედავად იმისა, რომ დღეს შემოსულია ანესთეზიის ქვეშ, ესე ვთქვათ, ენდოსკოპიის ჩატარება, მაინც ხანდახან პაციენტების დამყოლობა მაღალი არ არის ხოლმე ამ კვლევაზე და ასეთ შემთხვევაში იძულებულები არიან რომ ესე ვთქვათ ამ ბარიუმის ფაფის მეთოდს მიმართონ და მაინც გამოიყენება დღესაც ეს მეთოდი, თუმცა როგორც ვახსენეთ, ენდოსკოპიური კვლევა და თვალით დათვალიერება უშუალოდ იმ ლორწოვანის და კედლის ორგანოების მაინც ოქროს სტანდარტია და რა თქმა უნდა პაციენტთან კარგად უნდა იქნას ინფორმაცია მიტანილი, ინფორმირებული უნდა იყოს პაციენტი აი ამ კვლევის, ესე ვთქვათ, იმ სიკეთეების შესახებ, რომელიც კვლევას ახლავს და კვლევის შედეგებით შეგვიძლია რომ ვიმსჯელოთ მერე უკვე სამომავლოდ გამოსავალზეც და მკურნალობაზეც. კარგით, მაშინ ახლა ანუ მკურნალობის მეთოდებზე ვისაუბრეთ, მათ შორის ძველი მეთოდები გავიხსენეთ, რომელიც დღესაც ტარდება ხოლმე. ზოგადად აი ხა მართვაზე რო გადავიდეთ, აი როგორ უნდა ვმართოთ გულძმარვა და რამდენად მიზანშეწონილია, ჩვენ კი ვახსენეთ, გაკვირით ეს თემა, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ამ პრობლემის მოგვარება. მე მესმის რომ დაუშვათ, როდესაც აი პირობითად თავის ტკივილი ახლა ერთჯერადად გამაყუჩებელი ყველას დაგვილევია, ხო, მაგრამ როდესაც ეს თავის ტკივილი ქრონიკულ ხასიათს იღებს, აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, ხო, პირველ რიგში ნევროლოგთან მივდივართ. ხო, ასე ეპიზოდური დაუშვათ გულძმარვის დროს გასაგებია, რომ შეგვიძლია მივიღოთ პრეპარატი ერთჯერადად და ამით არაფერი შავდება. მაგრამ აი მართვა უკვე, როდესაც სამართავი ხდება ეს პროცესი, აი ამ დროს რამდენად მიზანშეწონილია თვითნებურად მიღება ამ პრეპარატის და ზოგადად როგორ იმართება ეს პროცესი? აბსოლუტურად სწორი შედარება, იგივე თქვა თავის ტკივილთან და სიმპტომურად ტკივილ გამაყუჩებლებთან მიმართებით, იმიტომ რომ აქაც თქვა თუ ეს როგორც ვახსენეთ, არ არის ხშირი გულძმარვა. ჩვენ ზუსტად გვაქვს განსაზღვრული გულძმარვის მაპროვოცირებელი ფაქტორი რა არის და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ ბინაზე ვუმკურნალოთ, ესე ვთქვათ, ჩვენს თავს. ოღონდ აქ მკურნალობის მიდგომაში ორი მთავარი მიმართულება უნდა გავსაზღვროთ, ვინაიდან ჩვენ ვახსენეთ, რომ კუჭი მჟავიანობა და კუჭის მჟავა რეაქცია არის ყველაფერში, ესე რომ ვთქვათ, დამნაშავე ბრჭყალებში, აქედან გამომდინარე, მკურნალობის მიდგომის ორი მეთოდი არსებობს. ერთი არის უკვე არსებული, უკვე წარმოქმნილი მარილმჟავას განეიტრალება და ეს ხდება ხოლმე ეგრეთ წოდებული ანტაციდური მედიკამენტებით და მეორე შემთხვევაში არის ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მარილმჟავას პროდუქცია, ანუ მოხდეს მარილმჟავას
პროდუქციის ინჰიბირება, დათრკუნა, ესე რომ ვთქვა და აი აქ არიან უკვე ის ეგრეთ წოდებული პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, კი ბატონო, რომლებიც როგორც ვახსენეთ, ძველი თაობის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებიც არსებობენ და საბედნიეროდ არის უფრო ახალი თაობის პროტონული ტუმბოს რომელსაც თუ არ ვწდები, უფრო ხანგრძლივი მოქმედება აქვს, ვიდრე ანტაციც არა? კი ბატონო, ხანგრძლივი მოქმედებაც გააჩნია, როგორც წესი ეს არის ხოლმე 24 საათიანი მოქმედება. გარდა ამისა, ის არეგულირებს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები არეგულირებენ იმას, რომ არ მოხდეს ახალი თაობის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, რომ არ მოხდეს კუჭის, აი როგორც ვახსენეთ, ჩვენ ნორმაზე უფრო ქვემოთ ჩამოსვლა. დაბალზე და ხო ერთი რისკიდან მეორე რისკი არ მივიღოთ. აციდური გასტრიტების რისკი გამოვრიცხოთ მაქსიმალურად. თუმცა სიმპტომურად სახში მკურნალობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საწყისად ეპიზოდურად ანტაციდები ბევრად უფრო რეკომენდებული ფორმულაა. თვითნებურად მისაღებად ანტაციდი ჯობია. თვითნებურად მისაღებად და თუმცა აქაც უნდა გვახსოვდეს, რომ ანტაციდებით უწყვეტად ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ თუ მაინც გრძელდება სიმპტომები, ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა სპეციალისტთან გადავნისამართეთ და მასთან გავიაროთ კონსულტაცია. კი ბატონო. რაც შეეხება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს, ხო, აქ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები უნდა შეირჩეს სწორედ აი უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით, რომ ისეთი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი შევარჩიოთ, რომელიც ნორმაზე უფრო ქვემოთ არ დაწევს ამჟავიანობას, რომლის გამოყენება ხანგრძლივად უსაფრთხოდ შეგვიძლია და რომელიც შეიძლება რომ ვთქვათ იგივე არ შედიოდეს ვთქვათ წამალთა შორის ურთიერთქმედებაში რამე სხვა მედიკამენტთან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ აი ეს გულძმარვის მაპროვოცირებელი და ზოგადად კუჭის და საყლაპავის ლორწოვანზე აგრესიული მოქმედება ახასიათებს ძალიან ბევრ მედიკამენტსაც, ხო და მათი გვერდითი მოვლენაც არის იგივე, მაგალითად არასტეროიდებით კივილგამაყუჩებლები ცნობილია რომ ესე ვთქვათ იწვევენ ძალიან ხშირად გასტრიტებს და ვთქვათ სხვა მსგავს ჩივილებს. ასევე აი მომხმარებლისთვის გასაგებენ ასე ვიტყვი ეგრეთ წოდებული სისხლის გამათხელებლები, ანტიაგრეგანტები, ანტიკოაგულანტები, რომელიც ასევე აგრესიულად მოქმედებს კუჭის ლორწოვანზე და ამ დროს ჩვენ თუ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი გვჭირდება, აქ მნიშვნელოვანია შევარჩიოთ ისეთი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, რომელიც აი ამ სხვა ძირითადი მედიკამენტების კლინიკურ ეფექტს არ შეამცირებს და არანაირი წამალთა შორის. აი, რისი კითხვა მინდოდა, იცით, აი სხვა კლინიკური სხვა მედიკამენტის კლინიკური ეფექტის შემცირებაზე. აი ეს ინჰიბიტორები, ზოგადად ბლოკატორები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ფარმაკოლოგიიდან, რაც მახსოვს, რკინის შეწოვას ხელს უშლიან. კი ბატონო. ანუ რკინის შეწოვას ბუნებრივი მეთოდითაც და დაუშვათ პრეპარატიც რომ მივიღოთ რკინით. აი თანამედროვე ანუ ახალი თაობის ინჰიბიტორები რამდენად განსხვავდებიან ამ კუთხით. იცით როგორ არის, ანუ ზოგადად რკინის შეწოვას ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მიღება მეტნაკლებად აფერხებს. კი ბატონო და რკინასთან ერთად მნიშვნელოვანია ასევე ბეჭდგუფის ვიტამინების შეწოვაც, კერძოდ B12 ვიტამინის შეწოვაზე მოქმედებს ძალიან ესე ვთქვათ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები და აფერხებს B12-ს და გვეუბნებიან რომ აი ხანგრძლივად თუ გამოვიყენებთ და ლაპარაკი არის 12 თვე, ანუ 1 წელი უწყვეტად პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სისხლის შრატში რკინის განსაზღვრა, ვიტამინის დონის განსაზღვრა, ხო რომ რა მაქსიმალურად ავირიდოთ მათი დეფიციტებიც, ესე ვთქვათ და ვმართოთ დროულად, რომ პერიოდულად იქნას განსაზღვრული ლაბორატორიულად სისხლის შრატში ეს მონაცემები. ზოგადად მკურნალობა ჩვენ აუცილებლად ახლა პრეპარატებზეც გადავალთ, რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ ესეთ შეკითხვა მაქვს. მკურნალობა რამდენი ხანი გრძელდება და რამდენჯერ შეიძლება რომ განმეორდეს წელიწადში? ნახეთ, გააჩნია რას უმკურნალობთ ჩვენ. თუ ეს არის მაგალითად ჰელიკობაქტერ პილორის ერადიკაცია და დანიშნულია სამმაგი თერაპია, ესე ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში როგორც წესი 7-10-იან 14 დღიანი კურსები არის ხოლმე საკმარისი. თუ ვლაპარაკობთ მედიკამენტით გამოწვეული გართულებების პრევენციაზე და მართვაზე, მაშინ გვეუბნებიან, რომ სანამ ეს მაპროვოცირებელი მედიკამენტი დანიშნულია, ეს იქნება კივილგამაყუჩებელი ანტიაგრეგანტი, ანტიკოაგულანტი, მანამდე აუცილებლად უნდა მივიღოთ პარალელურ რეჟიმში, ვთქვათ, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი და თუ ლაპარაკი არის, ესე ვთქვათ, ქრონიკულ გასტრიტებზე, ეზოფაგიტებზე, ასეთ შემთხვევაში საშუალოდ 1 ან 3 თვიანი მკურნალობის კურსებზე არის ხოლმე საუბარი. კარგი, ჩვენ ახლა პაუზა უნდა ავიღოთ, ხალბატონ თამარ, სანამ პაუზაზე გავალთ, უბრალოდ ესეთ შეკითხვა მაქვს, თქვენ ბრძანეთ, რომ აი ეს ინჰიბიტორები
24 საათი ინარჩუნებს მოქმედებენ. აი, ანტაციდი რამდენი ხანი მოქმედებს? ანტაციდის მოქმედება არ არის ესეთი ხანგრძლივი, არის 2-3 საათიანი და ამიტომაც რეკომენდებულია, რომ ანტაციდი მივიღოთ ყოველი კვების შემდეგ. დაახლოებით 1 საათიდან 2 საათის შუალედში კვებიდან, როცა ყველაზე მაღალია კუჭი მჟავიანობის დონეში. კარგით, პაუზის შემდეგ დაგიბრუნდებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დავბრუნდით რადიო იმედის ეთერში, თქვენ თეთრ ორშაბათს უსმენთ, გადაცემას 17:17, ნინო შარაშენიძესთან, ნოთარ დათიშვილთან ერთად და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი თამარ ნანობაშვილი და ჩვენ გულძმარვაზე საკმაოდ ისეთი ამომწურავად ვისაუბრეთ. ჩვენ რა, ალბათომა თამარმა ისაუბრა, გასცა პასუხები რა ჩემს შეკითხვებს და თქვენ შეგიძლიათ, ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგიძლიათ რომ ჩვენ წინათ ჩართვა ნახოთ, უყუროთ და ძალიან ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ, გარწმუნებთ ჩვენი სტუმრის მონათხრობიდან. ახლა კი მივედით უკვე უშუალოდ პრეპარატებზე, რომელიც ჩვენთან სტუდიაშიც არის წარმოდგენილი, ეს GM Pharma-ს პროდუქცია არის, ხო, ალბათომა თამარ და თუ შეიძლება დეტალურად რომ მოგვიყვეთ. კი ბატონო, მე გავაგრძელებ წინა ბლოკის, ესე ვთქვათ, ბოლო ნაწილს, სადაც საუბრობდით იმაზე, რომ მკურნალობის მეთოდებში ორი ძირითადი მიმართულება არსებობს. ერთი არის უკვე არსებული კუჭის მარიმჟავას განეიტრალება და ასეთ შემთხვევაში გვჭირდება ანტაციდები და მეორე, რომ აღარ წარმოიქმნას, ესე ვთქვათ, ჭარბი რაოდენობით მარიმჟავა, ასეთ შემთხვევაში გვჭირდება მისი დათრგუნვა, წარმოქმნის დათრგუნვა, ანუ ამ შემთხვევაში უკვე შემოდის, ესე ვთქვათ, მკურნალობაში პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. GM Pharma-ს, როგორც საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, ორივე მიმართულების მედიკამენტები აქვს. ანტაციდებიდან GM Pharma-ს წარმოდგენილი აქვს პრეპარატი ფოსფაჯის სახელწოდებით. ეს პრეპარატი არ არის სიახლე, საკმაოდ ძველი და ჩვენი მომხმარებლისთვის დარწმუნებული ვარ, თქვენი მსმენელისთვისაც ძალიან ნაცნობი პრეპარატია, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ იყო ხელმისაწვდომი აფთიაქებში, თუმცა რამოდენიმე კვირაა, რაც აფთიაქო თაროებზე კვლავ გამოჩნდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ვინც გვისმენენ, თქვენი მსმენელებიც გარკვეული ნაწილი, ვინც იყო ადრე ფოსფაჯის მომხმარებელი, ძალიან ბედნიერი იქნება იმით, რომ ეს პრეპარატი დაბრუნდა განახლებული შეფუთვით, უფრო მოსახერხებელი, კომფორტული, ესე ვთქვათ, ერთჯერადი სტიკის სახით, ფოლგის ალუმინის, ესე ვთქვათ, ქაღალდში შეფუთული ერთჯერადი დოზირებული სტიკებია, 15 მილილიტრი, ანუ ერთჯერადად მისაღები რაოდენობა არის ანტაციდის, რომელშიც შედის ალმაგატი, ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდი და ის ძალიან კარგი ანტაციდური უნარით, ანუ აი ამ ჟავის დამაქვეითებელი უნარით გამოირჩევა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ვინაიდან ეს არ არის ტაბლეტი და არის სუსპენზია, ბლანტი, ესე ვთქვათ, კონსისტენციის სუსპენზია მიიღებს რამას ვთქვათ მომხმარებელი, გადაყლაპავს, მას აქვს საყლაპავზეც და კუჭის ლორწოვანზეც ამონფენი, შემომგარსველი მოქმედებაც და ძალიან მალე მიღებიდან 15-20 წუთში პაციენტი გრძნობს უკვე შვება სუბიექტურად, ეხსნება ის ჩივილები, რომელიც ვახსენეთ ხომ, გულძმარვა, წვის შეგრძნება, სიმხურვალის შეგრძნება, მკერდის ძვლის უკან საყლაპავის საპროექციო არეში და ასე შემდეგ. და მოსახერხებელია ეს ერთჯერადი დოზირებული სტიკები გამომდინარე იქიდან, რომ როგორც წინა ბლოგში ვახსენეთ, ანტაციდების მიღება ხდება კვებასთან დამოკიდებულებით, ხო? ანუ რამდენჯერაც ვიკვებებით, იმდენჯერ არის რეკომენდებული კვებიდან დაახლოებით. მაქსიმალური დოზა რამდენია დღიური? მაქსიმალური დღიური დოზა არის 4 კი ბატონო, 4 საშეტი არის მაქსიმალური დღიური დოზა, ისე რომ ვინც 4-ჯერად კვებაზეა, მას შეუძლია რომ ყველა კვების შემდეგ, კვებიდან 1-2 საათის შუალედში იყოს ფოსფაჯი მიღებული, ეს ზუსტად ის დროა, როცა ყველაზე მაღალია ჩვენს კუჭის კვების გარეშე თუ შეიძლება მიღება? შეიძლება მიღება, განსაკუთრებით აი ვისაც აწუხებს დილის გულძმარვები, ესე ვთქვათ, ან ღამის შემაწუხებელი, ზუსტად ანოტაციაშიც განსაზღვრულია ეს, რომ ღამის რეფლუქსების შემთხვევაში ძილის წინაც არის რეკომენდებული ერთი პაკეტის მიღება, კი ბატონო. და გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელობაში და დღევანდელ ეპოქაში
დასაქმებული ადამიანები ძალიან ბევრი ვართ, ვინც სწავლობს, მუშაობს და ასე შემდეგ და სახლიდან მუდმივად გასულია. ასეთი ერთჯერადი დოზირებული სტიკები კომფორტულია, იმიტომ რომ ჩანთაში, ჯიბეში ზუსტად იმ რაოდენობას ჩაიდებ, რაც დღის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეს და არაფერი არ ჭირდება, მას პირდაპირ გამზადებული სახლით შეგვიძლია რომ მივიღოთ. და მეორე პრეპარატი, ეს გახავთ უკვე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, პანტოპრას სახელწოდებით. ეს არის სწორედ ის ახალი თაობის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, რომელიც არ დააქვეითებს კუჭის მჟავიანობას ნორმაზე უფრო ქვემოთ, არ მოგცემს თქვათ ჰიპოაციდურ მდგომარეობებს და არ ახასიათებს მას არც წამალთაშორისი ურთიერთქმედება, ის თავისუფლად შეიძლება მივიღოთ სხვა მედიკამენტებთან ერთად და ჩვენი აქ სტუდიაში სტუმრობა ხოლმე ყოველთვის რაღაც გარკვეულ სააფთიაქო შეთავაზებებსაც უკავშირდება ხოლმე და მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ PSP სააფთიაქო ქსელში პანტოპრაზე მოქმედებს განსაკუთრებული ფასდაკლება და განსაკუთრებული შეთავაზება და ასე ვთქვათ, მთელი თვის მკურნალობის კურსის ღირებულება მხოლოდ 10 ლარი იქნება პაციენტისთვის, ვინც ვთქვათ PSP-ში მივა და შეიცენს. ასე რომ ეს ინფორმაციაც მინდა რომ დარჩეს თქვენს მსმენელს, ესე ვთქვათ, ეს ძალიან მართლაც საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია. ფოსფაჯი და პანტოპრა, ანუ ანტაციდით აქვს GM Pharma-ს და ახალი თაობის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორიც პანტოპრას სახელწოდებით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ამ უწურავი ინფორმაციისთვის. მადლობა ჩვენს მსმენელს, ვინც გვისმენდა. ჯანმრთელობას უსურვებ ყველას, ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. კარგად ზენდებოდეთ, მადლობა.